და ტურისტული პოტენციალი გააჩნია მაღალმთიან აჭარას სფეროს განვითარების პერსპექტივებზე სასაუბროთ პირდაპირ ეთერში საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის თავმჯდომარე ზვიად ელიზიანი მოვიწვიეთ. მოგესალმებით ოტონ ზვიად, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტი ამბებ მაღალმთიანეთიდან ამერიკის საელჩო საგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ყოველკვირეულად ვამზადებთ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობისთვის აქტუალურ თემებს, ასევე პირდაპირ ეთერში ვიწევთ სტუმარს, რომელსაც ვეძლევა საშუალება თქვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში გასცეს პასუხი. აქვე გვაქვს ახლა საშუალება პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის შეკითხვები, შესაბამისად კითხვების დასრულების შემდეგ ჩვენ განვაგრძობთ საუბარს. სოფელში ბევრია კომნი, რომელსაც ყავს მეწველი პირუტყვი, მაგრამ მისი გასაღების ბაზა არ აქვს. პროდუქციის გასაღების ბაზა არ აქვს. უხდება ბათუმში ჩატანა და პროდუქცია ზვიუჟდება. გზავრობა, მანქანა, ჩასვლა, ამოსვლა. როგორ მოიქცეთ, რომ დავაინტერესოთ ტურისტი, რომ ჩვენ სოფელსთან კონდეს კავშირი და ადგილზე მოხდეს მისი რეალიზაცია. როგორ მოვიქცეთ, რომ დავაინტერესოთ ტურისტები და ხშირი სტუმარი გახდნენ ჩვენი სოფლისა. ტურისტებს ვერ ვიძიებთ იმ სახსრებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნია ჩვენ მეტი არაფერი. და გთხოვთ, თუ რამეს გაგვიწევთ შუამდგომლობას, რითი დავაინტერესოთ ტურისტი, რომ მევიძიოთ მაღალმთიან აჭარაში აქ სხვა არაფერი არ არის, მაგრამ რაც რო გვაქვს გვინდა რომ უფრო მეტი ტურისტი მევიძიოთ. ყველის გვაქვს, კარაქის გვაქვს, კაკალის გვაქვს, ყველაფერი არის აფლი და რა ვიცი რა, ყველანაირი შემოდის. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ისეთი მოსახლეობამ, დიდაჭარის მოსახლეობამ, თუ გინდა ხულოს მოსახლეობამ, რომ ტურისტები რო შემოვლენ, ჩვენთან შემოვიდნენ. დიდი მადლობა ჩვენს ტელემაყურებელს კითხვებისთვის. პირველ რიგში ზვიად მინდა კითხო, რა პოტენციალი აქვს ხულოს ტურისტული მიმართულებით და არის თუ არა ეს პოტენციალი შესწავლილი, რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? ზოგადად ჭარის ფრიანეს რა თქმა უნდა საკმაოდ საინტერესო პოტენციალი გააჩნია იმ გაგებით, რომ ზოგადად ტურიზმი არ მოიწურება რა თქმა უნდა სხვაზე დასვენებით და ძალიან ბევრი უცხოელისათვის რა თქმა უნდა საინტერესოა იგივე ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, რომლისთვისაც თავისთავად მაღალმთიანეთში საკმაოდ კარგი პოტენციალი არის. შეეხება ხულოს, რა თქმა უნდა ხულოს რეგიონის ზოგადად მთიანი აჭარის ასე ვთქვათ მთლიან კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ და პოტენციალი საკმაოდ კარგია და პრინციპში მე მგონი მე რამდენიც ვიცი აქ ჩამოსული უფრო უცხოელი ტურისტებზე ალბათ შეიძლება ვისაუბროთ დღე ადგილობრივ ტურისტებზე, გარკვეულნაირად ვთქვათ გასვლით ტურებზეც გადის, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ არის ძალიან დიდი რაოდენობა და ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. თუმცა აქვე მინდა დაგეთახმო, რომ ეთნოტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი თანამედროვე მსოფლიოში არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურიზმის მიმართულება. სწორედ ამ მიმართულებით აჭარას და ზოგადად საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს აქვს დიდი პერსპექტივა. ამის მიუხედავად ჩვენს მაღალმთიან აჭარაში ძალიან იშვიათია იგივე სამარშრუტო აბრები, ნიშნულები, ტურისტული ობიექტების აღმოსველი რუკები, ასე შემდეგ, ანუ ტურისტს არ აქვს სურვილის შემთხვევაშიც კი ყველა ის აუცილებელი ინფორმაცია, რისი გათვალისწინებითაც დაათვალიერებდა იმ ობიექტებს. სწორედ ამაზე ამბობენ ჩვენი რესპონდენტებიც, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვისმენთ, ისინი სთავაზობენ ტურისტებს თავიანთ ეთნოსს. ამბობენ, რომ ეწევიან მესაქონლეობას. იგივე მესაქონლეობა, ანუ ეთნოტურიზმის ერთ-ერთი კომპონენტი, ალბათ დამეთანხმებ, რომ საინტერესო იქნებოდა ტურისტისთვის, თუ ამას ორგანიზებული სახე ექნებოდა, ხო? ხო, რა თქმა უნდა, რესურსის ქონა უბრალოდ კარგი ასე ფაქტორია, თუმცა რესურსის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად კომერციულ პროდუქტად გადაიქცევა, თუ ეს არ არის ორგანიზებული და ზოგადად უცხოელ ტურისტებს ან თუნდაც არა მარტო უცხოელებს შეიძლება რაღაც მცირე კატეგორია იყოს ადგილობრივისაც, ვისაც აინტერესებს მსგავსი ტიპის ტურიზმი, შეიძლება გქონდეთ სურვილი, მაგრამ პირველი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული საინფორმაციო ბაზაც არსებობს და გარკვეული საინფორმაციო ბაზა რაც ხადია არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ თქვა ტურისტი, მით უმეტეს უცხოელზე როცა საუბარი, რომ გადაწყვეტოს დამოუკიდებლად, თქვა შეც აი ამ ადგილების მონახულებას, თუ ძალიან ექსტრემალური ტურიზმის მოყვარული არ არის და თქვა რაღაც თავგადასავლების ძალიან ხშირად ხდება. და იგივე ვერ ვიტყვით, რომ თქვა კერძო სექტორი ძალიან აქტიურად და ორგანიზებულად თავაზობდეს
დაუშვათ იგი თუმცა უნდა როცა გამოფრინოს. კერძო სექტორს უჩნდება პრეტენზია, რომ რომელიმე მიმართულება განავითაროს, სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა მაინც მინიმალურ დიახ. დონეზე უნდა მოაწესრიგოს. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ გზა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც ტურისტისთვის არის საჭირო, არის გზა. საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე მხოლოდ მაღალმთიან სოფლებში თუ არა, დაბაშიც კი პრობლემაა. რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ერთობლივად იმუშაონ ამ მიმართულებით, რომ იგივე ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობაზე აისახოს საბოლოო ჯამში? ну, რა თქმა უნდა, გზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმიტომ რომ როცა მაღალმთიან ზონაზეა საუბარი, ცხადია თუ გზის პრობლემაა, ეს მნიშვნელოვანი შემოფერხებელი ფაქტორია, მიუხედავად იმისა, თქვა შეიძლება ძალიან საინტერესო ადგილებიც იყოს, ხო? ანუ გარკვეული მცირე კატეგორია შეიძლება ჩავიდეს, მაგრამ ამის მნიშვნელოვანი კატეგორია დაიკარგოს. და პლუს ამას, ანუ საინფორმაციო, ანუ სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა ამ კუთხით შეიძლება განვიხილოთ, როგორც სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო, თქვა, ინფრასტრუქტურულ კომპონენტებს, როგორც არის, თქვა, იგივე თუნდაც გზის მოწესრიგება, ან საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელიც, ну, მრავალ კომპონენტიანი შეიძლება იყოს იგივე ნიშნულების, საგზაო ნიშნულების მოწესრიგება, რაც დაეხმარება, თქვა, თუნდაც უცხოელ ტურისტს ან დამოუკიდებლად მოგზაურებს, რომ დამოუკიდებლად შეძლონ გზის გაკვლევა, რაც რა თქმა უნდა ასევე დატანილი იქნება შესაბამის რუკებზე და პლუს ამას საინფორმაციო უზრუნველყოფაში შეიძლება ასევე ვიგულისხმოთ ის, რომ თქვათ ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია რომ მიწოდებული იქნეს ტურისტზე, ანუ რა ტიპის ადგილები არსებობენ, რა ტიპის აქტივობების შესაძლებლობა არსებობს, თქვათ იქ ანუ უბრალოდ ბუნების ნახვა თუ გარკვეულ აგროტურისტულ საქმიანობებში მონაწილეობა, დიახ. ხო, აი ამ კუთხით საინფორმაციო უზრუნველყოფა თუ კეთდება და შემდგომში აქტიური პოპულარიზაცია ხდება, ну ეს ჩართულობა შეიძლება მოვისაზროთ სახელმწიფოს მხრიდან, რომ თუკი ჩართულობაზე და როლზე ვსაუბრობთ. აქვე მინდა გკითხო, ჩვენი რესპონდენტი გამგეობის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული ტურიზმის ხელშეწყობის განვითარება, თუმცა აქვთ რიგი კულტურული ღონისძიებები, რის ფარგლებშიც ხდება ამ ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ან ტურისტების დაინტერესება. რამდენად არის საკმარისი, როგორ ფიქრობ, ის რესურსი, რაც დღეისთვის მაღალმთიან აჭარაში ხულოს მაგალითზე იხარჯება და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, როგორ შეიძლება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მაგალითად ითანამშრომლოს ადგილობრივ გამგეობასთან. რომ ბიუჯეტში ეს თანხა ხალხია თუ თქვათ აი ზოგადად ტურიზმი განიხილება გარკვეულ პრიორიტეტად ან გარკვეული პოტენციალი გააჩნია იმ რეგიონს, თუ ადგილობრივ დონეზეც არ არის თქვათ გარკვეული რაღაც რესურსების მობილიზება ვერ ხერხდება, ესაც რა თქმა უნდა პრობლემაა და იმიტომ რომ ტურიზმის დეპარტამენტის როლი შეიძლება გამოხატული იყოს ძირითადად უფრო დაუშვათ ტურისტული პროდუქტების განვითარება, პოპულარიზაცია მარკეტინგის კუთხით, ან დაუშვათ იგივე გარკვეული რეკომენდაციების შემუშავებაზე, ასე ვთქვათ, შემუშავებაში შეიძლება მოვიცადოთ მათი როლი, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ რგოლებს, როგორც თავისთავად მუნიციპალიტეტები არიან, რომელიც მთავრობის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, აი მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვათ მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს რომ მოახდინოს რესურსების მობილიზება, გასაგებია ხო რესურსები ფინანსური ზოგადად შეზღუდულია, მაგრამ მუნიციპალიტეტის როლიც ამაში გამოიხატება, რომ თქვათ შესაბამისი სტრატეგია შეიქმნას და თქვათ იგივე დარწმუნება მოხდეს შესაბამისი სამთავრობო ორგანოების რამდენად მნიშვნელოვანია და საჭიროა ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტების დაფინანსება და ამ შემთხვევაში შეიძლება რომ რაღაც ვისაუბროთ რაღაც განვითარებაზე თუ ეს ვერ მოხერხდება არც გასულ წელს არც წინა წელს ბიუჯეტში ეს თანხა არ იყო გათვალისწინებული და ამ პარალელურად ვამბობთ რომ ტურიზმი არის პრიორიტეტული მიმართულება მთელი რეგიონის ამ შემთხვევაში მარტო მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა თუ შესაძლოა სხვა დონეზეც განიხილებოდეს ზოგადად რა არის თქვა მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კიდე არის რომ ყველა სახელმწიფო სექტორს შორის უნდა იყოს ორგანოებს შორის უნდა იყოს კარგი კოორდინაცია ანუ ტურიზმის თუ კონკრეტულად ტურიზმზე საუბრობ ან ტურიზმის დეპარტამენტი არის მკვეთრად გამოხატული ასე ვთქვათ ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანო რომელიც განსაზღვრავს ზოგადად სტრატეგიას და პოლიტიკას მაგრამ აქ უნდა იყოს ძალიან კარგი კოორდინაცია იგივე ვთქვათ მუნიციპალიტეტებს შორის ან ვთქვათ სამინისტროებს შორის იმას განათლება თუ ეკონომიკა იმიტომ რომ ცალკე განყენებულად ტურიზმს ვერ განვიხილავთ ის ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს და მაგრამ მეორე მხრივ ხა თუ თქვა ადგილობრივ დონეზე ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტი რომლის პრინციპში ინტერესებში პირველ ყოვლისა უნდა შედიოდეს და შედის ალბათ თავისი რეგიონის განვითარება და თან ტურიზმს გააჩნია მართლაც ამის კარგი პოტენციალი თავისთავად ადგილობრივ დონეზეც უფრო მეტი აქტიურობა ალბათ საჭიროა რომ აი რაღაც ნაბიჯები გადაიდგეს თუ კი ვერაფერი ვერ კეთდება და არ კეთდება ან ვერ კეთდება ნუ მაშინ რა თქმა უნდა უბრალოდ საუბარი შეიძლება საუბრის დონეზე დარჩეს რამდენად კოორდინირებულად მუშაობენ სწორედ ეს რგოლები იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად გუშინ მოვამზადეთ რეპორტაჟი
ტურიზმის დეპარტამენტმა 2 წლის წინ შეიმუშავა გეგმა, მოამზადა სპეციალური ნიშნულები და აბრები იმისთვის, რომ შემდეგ ეს ნიშნულები დაიბეჭდოს და განთავსდეს. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი სამუშაო გაწია ტურიზმის დეპარტამენტმა, არც ერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წელს და არც შარშან თანხა არ იყო გათვალისწინებული ამ ნიშნულების დაბეჭდვისთვის. საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი და უცხოელ ექსპერტებთან ერთად ითანამშრომლეს. ნაცნობია ჩვენთვის. საკმაოდ საინტერესო პროექტია, ცხადია და ანუ აქაც იგივე მომენტს ვაწყდებით, რომ თუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს კოორდინაცია სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ არის კარგად დარეგულირებული, რაც პრინციპში ფაქტებიც გვიჩვენებს და ანუ გამოდის შეიქმნა კარგი პროექტი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. გამოდის რომ ადგილობრივ დონეზე ვერ ხერხდება ამ შექმნილი უკვე პროექტის, რომელიც დიზაინიც არსებობს და შესაბამისი, ასე ვთქვათ, რეკომენდაციებიც სად და როგორ უნდა დაიდგას. ცხადია, დეპარტამენტის ფუნქციაში არ შედის ამის გაკეთება. ხო, ანუ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა ვინც არის გამგებელი თუ ვინც არის. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ვინ ეტყვის? ტურიზმის დეპარტამენტმა უნდა უთხრას, რომ ეს მაქვს მომზადებული და მოდი ვითანამშრომლოთ და განახორციელოთ. გარდა იმისა, თქვა, როცა შენ ხარ მუნიციპალიტეტი, წესით არ უნდა გჭირდებოდეს ყოველთვის ხვისი კარნახი, შეიძლება რეკომენდაციები გაგიწიონ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლიანად გუნდში უნდა იყვნენ ის ადამიანები, სხვადასხვა მიმართულები, რომლებიც დამოუკიდებლად აცნობიერებენ რა არის მნიშვნელოვანი და რა არის საჭირო გასაკეთებელი. და კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ კონკრეტულად ჩვენი რესპონდენტების კითხვებს, როგორ გესახება აქვს თუ არა რეალურად დღევანდელი ქართული რეალობის გათვალისწინებით აჭარის მაღალმთიანეთში ეთნო და ეკო და აგროტურიზმის განვითარებას პერსპექტივა. დიახ, პერსპექტივა თქმა უნდა გააჩნია, მაგრამ ისევ და ისევ პრაქტიკულად და რა პრაქტიკულად ვისაუბრე, პრაქტიკულად სიმართლე რო ვთქვა და ხა კი ვთქვა შეიძლება ბევრი დაინტერესებული ადამიანი იყოს, თქვა იგივე უცხოელი ტურისტი, მაგრამ გამომდინარე გზის პრობლემების, ინფრასტრუქტურის პრობლემების გამო შეიძლება მცირე რაოდენობა ავიდეს და ნახოს, იმიტომ რომ გასაგებია რომ ეკო და აგროტურისტის როცა ვსაუბრობ, მათი მოთხოვნა კომფორტზე არ არის ისეთი, როგორც დავუშვათ ქალაქში და მსვენებლების მოთხოვნები, მაგრამ მიუხედავად იმისა, გარკვეული კომფორტი აი რაღაც დონეზე უნდა არსებობდეს და თუ ეს საკითხი ვერ იქნა დარეგულირებული, ნუ ხა რაიმე სერიოზულ განვითარებაზე ალბათ ზედმეტია საუბარი. თქვენ ხომ არ შეგიმუშაობთ რაიმე ინიციატივა მაგალითად ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად ამ მიმართულებით? ჩვენ ამ ეტაპზე გარკვეული პროექტებს ახორციელებთ, ანუ ეს არის ევროკავშირის პროექტი, რომელიც 5 ქვეყანას აერთიანებს, შავი ზღვის ქვეყნებს და მათი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზანია ქვეყნებს შორის ტურისტული პროდუქტების განვითარების ერთობლივი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და გარკვეულ ტრენინგ კომპონენტებს მოიცავს, ანუ ჩვენ 2 ტრენინგი გავაკეთებთ. მაღალმთიანეთზეც არის ხვალ გვექნება, კი არა, მაღალმთიანეთზეც, ანუ ხვალ გვექნება ოდღიანი ტრენინგი ეკოტურიზმზე, ქედის რაიონში, რომელსაც ქედის და ახლომდებარე რეგიონების, როგორც კერძო სექტორის, ისე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრება და ასევე პარალელურად მიმდინარეობს კვლევა ეკოტურიზმის კუთხით და გარკვეული რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმის შესახებაც გვექნება შემდგომში, ანუ რადგან თქვენს დაინტერესდით ამ მიმართულებით, შესაძლოა თქვენ ხედავთ ამაში პოტენციალს. არა, პოტენციალად თქონდა გააჩნია, უბრალოდ ამას ჭირდება ძალიან კონსოლიდირებული და კოორდინირებული მოქმედება ყველა სექტორის შორის, სახელმწიფო სექტორს და კერძო სექტორის შორის. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიად, ტელემოყურებელს შევახსენებ, ზვიად ელიზიანი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, ჩვენ კი განვაგრძობთ გამოშვებას.